სომხეთში არაბული ქალაქები არ აშენდება. სამაგიეროდ დღეს სომხეთში DST-ში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი ობიექტი გაიხსნა. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ტრაბახობს არაბული ქალაქების აშენებით, მშენებლობაზე და სერვისში ქართველების დასაქმებით და კოლ-ცენტრებში ნახევარი ახალგაზრდობაა ჩართული, მაშინ სომხეთი მომავალში და განვითარებაში დებს ინვესტიციებს. როგორც ხედავთ, სომხეთმა ფსონი დადო მაღალ ტექნოლოგიურ, მაღალ ანაზღაურებად და გრძელვადიან სამუშაო ადგილების შექმნაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთში ადგილობრივ სტუდენტებს და ინჟინერებს აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა და ადგილზე ექნებათ ღირსეული სამუშაო. ისეთ ტექნოლოგიურ ობიექტებს, რომელიც ახლა სომხეთში შენდება, არ სჭირდება ქვეყნის საუკეთესო ტყეპარკები ან ქალაქის საარსებო სივრცეები. პირიქით, ასეთ ობიექტებს სჭირდებათ ღია და ხრიოკი სივრცეები, რომლებიც სხვა რამისთვის უბრალოდ არ გამოდგებოდა. შედეგად, უფუნქციო მიწა ხდება ქვეყნისთვის დოვლათის მომტანი. ასეთი ცენტრების აშენება სომხეთს აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი სუვერენიტეტი სხვებზე არ ჩამოკიდოს, ქართული ოცნებისგან განსხვავებით, რომელიც სრულად გახდა დამოკიდებული რუსულ და ირანულ შავ ფულზე და ქვეყანაში დოვლათი ძირითადად იქმნება უცხოელებზე ბიზნესებისა თუ საკუთრების გაყიდვით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან მალე დაინერგება ყველგან. ეს გაამარტივებს გამოთვლებს, უფრო მოსახერხებელს გახდის ჯანდაცვის სფეროს და სხვა მომსახურების სფეროებს. თუ ჩვენი მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრები არ გვექნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული ინფორმაციის უცხო ქვეყნის სერვერებზე შენახვა მოგვიწევს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ხელოვნური ინტელექტის კუთხითაც სხვებზე ვიქნებით დამოკიდებული. ჩვენ ენაზე საჭირო მოდულების შექმნაც უცხოეთში უცხოური კომპანიების მიერ მოხდება. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქტები ამ მიმართულებით ან საერთოდ არ გვექნება, ან გვექნება შეზღუდული რაოდენობით და ისევ სხვებზე ვიქნებით დამოკიდებული. საბოლოო ჯამში ჩვენ მონაცემებზე წტომა სხვებსაც ექნებათ, რაც საკმაოდ დაუცველს ხდის ჩვენ ქვეყანას. მაგრამ როდესაც ასეთი ობიექტები შენს მიწაზეა და შენ ზრდი ამ მიმართულებით პროფესიონალებს, შენი სტუდენტები და ინჟინრები ამ სფეროში დახელმდებიან. ჩვენი განათლებაც განვითარდება. შეიქმნება ენობრივი ეროვნული პროდუქტები და სხვადასხვა ტექნოლოგიები. ეს მისცემს ათასობით ნიჭიერ ახალგაზრდას შესაძლებლობას, რომ დასაქმდეს საკუთარ ქვეყანაში, მიიღოს მაღალი ანაზღაურება და რაც მთავარია, საკუთარი ნიჭი მოახმაროს საკუთარ ქვეყანას. ზუსტად ასე განვავითარებთ საქართველოს ეკონომიკას და განვამტკიცებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ზუსტად ასეთ ქვეყანას ავაშენებთ ქართველები, მაშინ, როდესაც შევცვლით ქართულ ოცნებას.